საქართველოს საპენსიო ფონდის 31 იანვრის მონაცემებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ ადამიანთა რაოდენობა 1,715,000-ია. რამდენი მილიონი ლარია პენსიის სახით ამ ეტაპზე გაცემული, რამდენ მილიარდს გაუტოლდა საპენსიო ფონდის აქტივები და რამდენია ამონაგები. Აი ამ თემებს შეეხება დღევანდელი ჩვენი სტუმრობა, ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია. დილმშვიდობისა, ანა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. შევაჯამოთ 2025 წლის საპენსიო ფონდის მუშაობა და ყველა ის ციფრი და ამბავი, რაც გასულ წელს იყო. დავიწყოთ როგორც გითხარით, შეჯამებით. როგორია თქვენი შეფასება, წლის შედეგები და პორტფელების მიხედვით მომგებიანობა? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. 2025 წელი საპენსიო ფონდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელი აღმოჩნდა. ჩვენი აქტივების მოცულობა დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარით გაიზარდა და წლის ბოლოსთვის 8,2 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მომგებიანობა. 2025 წელს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 800 მილიონი ლარის მოგება დავწერეთ და ფონდის გაშვებიდან 2019 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი 2,4 მილიარდ ლარს აღწევს. ახლა რომ შევხედოთ რა იწვევს ამ მომგებიანობას, პირველ რიგში უნდა შევხედოთ სად არის ჩვენი საპენსიო აქტივები ინვესტირებული და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ სამ განსხვავებულ პორტფელს მართავთ. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დაბალანსებული პორტფელი და დინამიკური პორტფელი. და ამ პორტფელების აქტივების განაწილება არის განსხვავებული. მაგალითისათვის, კონსერვატიული პორტფელის ძირითადი ნაწილი არის საქართველოში ინვესტირებული, დაახლოებით 80% არის ლარის ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებული, როგორებიცაა მაგალითად საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახაზინო ობლიგაციები და სხვა ტიპის ქართული ლარის ობლიგაციები. საერთაშორისო აქციების წილი ამ პორტფელში კონსერვატიულში შედარებით დაბალია, დაახლოებით 20% არის ინვესტირებული და ძალიან განსხვავებული არის მაგალითად დინამიკური პორტფელი, რომელშიც ამ აქციების, საერთაშორისო აქციების წილი თითქმის 55%-ია და ქართული აქტივების წილი კი შედარებით დაბალი 45%. შესაბამისად, ამ სამი პორტფელის მომგებიანობა 2025 წელს საკმაოდ სოლიდური და მაღალი იყო სამივესი, თუმცა განსხვავებული შედეგები აჩვენა. დინამიკურმა პორტფელმა წელი მაგალითად 15,2% მომგებიანობით დაასრულა, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობა 11,8% იყო. და აი ამ ზრდის და ამ სხვაობის მთავარი მიზეზი იყო საერთაშორისო აქციების ბაზარი. ჩვენ ინვესტიციები როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 20% კონსერვატიულში, დინამიკურში 55% გვაქვს განთავსებული საერთაშორისო აქციებში და აქ გვაქვს 9,000-მდე კომპანიის აქციებში ინვესტირებული ფული. ესეთი ცნობილი კომპანიებია ყველასთვის. კი, ჩვენს პორტფელში შედის როგორც ამერიკული წამყვანი კომპანიები, Microsoft, Google, Amazon და ასე შემდეგ 500-მდე კომპანია, ისე ევროპული, განვითარებული აზიის, განვითარებადი ბაზრების კომპანიების აქციები და მათთვისაც ეს წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბოლო 3 წელია აქციების ბაზრებისთვის პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდება, რასაც ყველამ კარგად ვიცით, ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის მიმართ გაზრდილი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, ასევე ევროპაში და აზიაში საკმაოდ მაღალი მომგებიანობა აჩვენა აქციების ფასებმა და ეს პირდაპირ აისახება ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზეც, ოღონდ განსხვავებული პროპორციით, როგორც აღვნიშნე. ისიც რა მაინტერესებს, აი კანონში ცვლილება მოახდინა თუ არა რაღაც გავლენა ფონდის მოსულობაზე, გაჩნდა თუ არა რამე ახალი ინსტრუმენტები და ჩვენ კანონში 2025 წლიდან უკვე 2024 წლიდან გაგვიფართოვდა ადგილობრივ ბაზარზე ინვესტირების საშუალება. მაგალითად, გაიზარდა ჩვენი წარმოდგენა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე, რამდენიმე ობლიგაციაში მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ჩვენი ძირითადი საინვესტიციო პროდუქტები მაინც რჩება საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახელმწიფოფასიანი ქაღალდები, ზოგადად მონაწილეობთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე, როგორც იცით, ლიმიტირებული არის მაინც ეს ფინანსური ინსტრუმენტები, სადაც ინვესტიციები შეგვიძლია რომ განვახორციელოთ. პენსიის სახით 129 მილიონ ლარზე მეტია უკვე გაცემული. იზრდება თუ არა მოთხოვნა დაგროვებული პენსიების
თანხების გამოყენებაზე. ნამდვილად ჩვენ როგორც იცით შედარებით ახალგაზრდა ფონდი ვართ 2019 წელს გაეშვა და დასაწყისში მოსახლეობის ნაწილს მიეცა საშუალება რომ გასულიყო თავისი ნებით სქემიდან და ამან გამოიწვია ის რომ ჩვენი მონაწილეების ძირითადი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა და აი საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების წილი შედარებით დაბალია ევროპულ და ამერიკულ საპენსიო ფონდებთან შედარებით. ამიტომაც მაინც ეს გაცემები, რომელსაც გავცემთ მიუხედავად იმისა, რომ დადებითი დინამიკა არის, მაინც ჯერჯერობით არ არის მასშტაბური. რაც უფრო გაიზრდება საპენსიო ფონდის, რაც უფრო მეტი წელი ვიქნებით წარმოდგენილი, გაიზრდება იმ ხალხის რაოდენობა, ვინც საპენსიო ასაკს მიაღწევს და გასაცემი თანხაც კი გაიზრდება. გაიზრდება და შესაბამისად ფონდს მოუწევს, რომ უფრო მეტი ინვესტიციები და რაღაცა ისეთი მომგებიანი манипуляციები ჩაატაროს, ხო, რომ დაეწიოს ამ თანხების, რა თქმა უნდა, ბალანსი. ფონდის აქტივებმა 8.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როგორ ნაწილდება ეს თანხა საინვესტიციო მიმართულების მიხედვით და რა პრინციპებით ხდება მისი მართვა, ეგრეთ წოდებული? ჩვენ როგორც აღნიშნე, სამ პორტფოლს მართავთ, თუმცა მოსახლეობას და ყველა მონაწილეს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს, რომელ პორტფოლში უნდა თავისი აქტივების გადატანა. დინამიკასაც ვუყურებთ ყოველწლიურად იზრდება ხალხის რაოდენობა, ვინც მაგალითად კონსერვატიული პორტფელიდან გადადის დინამიკურ პორტფელში ან დაბალანსებულ პორტფელში. თუმცა დღეის მდგომარეობით თითქმის 99% ჩვენი აქტივების არის ინვესტირებული კონსერვატიულ პორტფელში, ვინაიდან ეს არის ის პორტფელი, რომელიც კანონის შესაბამისად პირველი პორტფელი არის, რომელშიც თქვენი აქტივები ანუ მთავარი პორტფელი. მაგალითად, აი ხა მე ვარ მონაწილე ამ საპენსიო დაგროვებითი საკითხების სქემის, ხო. მაქვს საშუალება, რომ მაქვს საშუალება, რომ თქვათ მე თვითონ გადავწყვიტო, რომელ პორტფელში ჩაიდება შენი. კი, თქვენ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ მაგალითად ჩვენთან საპენსიო ფონდის ოფისში ან იუსტიციის სახლში და მიიღოთ გადაწყვეტილება და აირჩიოთ სად გინდათ ეს აქტივები რომ განთავსდეს და როგორც აღნიშნე, თუ კონსერვატიულ პორტფელში ხართ და თუ თქვენ არჩევანი არ გაგიკეთებიათ, ავტომატურად იქნებით კონსერვატიულ პორტფელში. და აქ თქვენი აქტივების 80% იქნება ლარში დენომინირებული, 20% დაახლოებით დოლარში დენომინირებული. თუ ამ პორტფელს გადაიტანთ დინამიკურ პორტფელში მაგალითად, აქ უკვე პროპორცია შეიცვლება, ძირითადი ნაწილი განთავსდება საზღვარგარეთ აქციების ბაზარში და დაახლოებით 40-45% დარჩება ლარის ინსტრუმენტებში და ჩემთვის ეს ამ პორტფელის ცვლილება რამდენად მომგებიანი შეიძლება. როგორც აღნიშნე, აი განსხვავებული მომგებიანობა აჩვენა 2025 წელს. თუ კონსერვატიულ პორტფელში იყავით, თქვენი აქტივები გაიზრდებოდა დაახლოებით 11.8%-ით და დინამიკურ პორტფელში რო ყოფილიყავით 15.2%-ით. ანუ მომგებიანობა დინამიკური პორტფელის მაღალი იყო, იმიტომ რომ აქციების ბაზარი იყო ყველაზე მომგებიანი უცხოური კომპანიების აქციების ბაზარი. თუმცა ეს აქციების ბაზარი არის გარკვეულ მერყეობასთანაც დაკავშირებული, იმიტომ რომ პირველ რიგში თუნდაც გეოპოლიტიკური ფაქტორები, პრეზიდენტი ტრამპის მიერ გამოცხადებული გლობალური ყევები პირდაპირ გავლენას ახდენს ამ ჩვენ მაგრამ რასაც ხედავთ, აი ბიზნეს პარტნიორი ჩვენ გვაქვს რუბრიკა ესეთი და ყველაფრის საქმის კურსში ვართ, რასაც ხედავთ, მალე სტაბილურდება, ხო? ეს კი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში, აი გლობალური ეკონომიკური რყევების პირობებში, როგორ არის დაცული მოქალაქეების ეს დანაზოგები? ჩვენი მთავარი დაცვა არის ამ აქტივების დივერსიფიკაცია. ზოგადად ინვესტირებაში ყველაზე საუკეთესო საშუალება არის, რომ გაანაწილო შენი აქტივები, რომ რაღაცა რყევა მთლიან აქტივებზე გავლენა არ იქონიოს. როგორც აღნიშნე, ვინაიდან ჩვენი აქტივების გლობალური აქციები მაგალითად 9000-მდე კომპანიას მოიცავს. არის ყველა წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში და ფინანსური კრიზისების დროსაც კი ყველა კომპანიას და ყველა ქვეყანას ერთნაირად არ ახდენს გავლენას. არის სხვადასხვა სექტორები, ზოგი სექტორი თუნდაც ფინანსური კრიზისის დროს უფრო გამძლეა, ზოგი უფრო მერყევი და ვინაიდან განაწილებული გვაქვს, ჩვენ გვაქვს საშუალება რომ მსგავს მერყეობებს უფრო მეტად გავუძლოთ. და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე არის ის, რომ გვაქვს საკმაოდ გრძელი საინვესტიციო ჰორიზონტი. როგორც აღნიშნე, გვაქვს ახალგაზრდა მონაწილეები და ამ მონაწილეებს აქვთ დაახლოებით 20 წელი საპენსიო ასაკამდე, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მსგავს მერყეობებს, მოკლევადიან მერყეობებს მეტად გავუძლოთ და გრძელვადაში მაღალი მომგებიანობა სტაბილურად ვაჩვენოთ.
ამონაგები უკვე 2.4 მილიარდი ლარია. რამდენად მაღალია ეს შედეგი საერთაშორისო გამოცდილებასთან შედარებით? ჩვენ ვინაიდან ვართ შედარებით ახალგაზრდა ფონდი, აი რაღაც ფინანსური კრიზისებისთვის კრიზისებში არ გამოგვიცდია საპენსიო ფონდის მომგებიანობა და ამ თვალსაზრისით ბოლო 5 წლის მონაცემებით OECD აქვეყნებს მაგალითად მომგებიანობის მაჩვენებლებს ევროპული და ამერიკული საპენსიო ფონდების ერთ-ერთი მოწინავე ვართ განსაკუთრებით ინფლაციის გათვალისწინებით, ანუ რეალური ამონაგებით. აი რეგიონშიც ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვიჭირავს. ამაში რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ერთი ის, რომ საერთაშორისო აქციების ბაზარი საკმაოდ პოზიტიური ტრენდი იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში და მეორე ის, რომ ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ მაღალი მომგებიანობით ვაინვესტირებთ. საერთაშორისო აქციების ბაზარი, ანუ დინამიური კონსერვატიულ პორტფელსაც აქვს ინვესტირებული აქციებში, უბრალოდ პატარა პროპორცია არის. თუ 20%-ია კონსერვატიული პორტფელისთვის, დინამიკურში მეტი წილი არის და შესაბამისად ეს მაღალი მომგებიანობა მეტად მეტ გავლენას ახდენს დინამიკურზე. თუმცა ასევე ადგილობრივი დეპოზიტების ბაზარზე საკმაოდ მიმზიდველი განაკვეთები გვაქვს სახაზინო ობლიგაციებში, ისე ობლიგაციებში საკმაოდ მაღალი მომგებიანობით ვანთავსებთ ამ თანხებს და ეს აისახება ჩვენს პორტფელის ზრდაზეც. ძალიან კარგი. იგეგმება თუ არა საინვესტიციო სტრატეგიის ცვლილება, რათა ამონაგები კიდევ უფრო გაიზარდოს და მოქალაქეობა უფრო მეტი სარგებელი ნახო. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ბოლო კითხვა. კი, ჩვენ როგორც აღნიშნე ვართ ძალიან გრძელვადიანი ინვესტორი და აი ამ გადაწყვეტილებას როგორ განვათავსოთ ეს აქტივები, ამას ვაკეთებთ საკმაოდ დიდი და დეტალური ანალიზის საფუძველზე. ტარდება სხვადასხვა ოპტიმიზაცია პორტფელების, აქტივების კლასების მოლოდინებს ვაყალიბებთ ჩვენსას, ვუყურებთ საერთაშორისო გამოცდილებას და წელიწადში ერთხელ ვანახლებთ ხოლმე, ოღონდ ეს ცვლილებები არ არის მატერიალური, მაგრამ ვანახლებთ ჩვენს ამ სტრატეგიულ პოზიციას, ანუ სტრატეგიულ განთავსებას სხვადასხვა პორტფელების თანმიმართებით და ამის მიხედვით ვახდენთ შემდეგ ინვესტირებას. ამაზე გავლენას იქონიებს, რა თქმა უნდა, ის, რამდენად გაიზრდება პორტფელებში გადანაწილება, მაგალითად თუ გაიზრდება დინამიკური პორტფელის ზომა და დაბალანსებული პორტფელის ზომა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მხრიდან აქტივების დივერსიფიკაციას, ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე, როგორც აღნიშნე, შედარებით შეზღუდული საინვესტიციო პროდუქტები გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა, ანა. მგონი ამომწურავი ინფორმაცია ვაწოდეთ. ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გააჟღერა ანა ნაჭყებიამ. საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ვაჯამებდით საპენსიო ფონდის საქმიანობას და შედეგებს. ძალიან დიდი მადლობა.